ბათუმში სახოკიას ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა რეაბილიტაციის წლების განმავლობაში საჭიროებდა აუცილებელი თანხა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან კი წელს გამოიყო რეაბილიტაციის პროცესი. დღეს ქალაქის მერი გაეცნო სამუშაოების დასათვალიერებლად მისულ ჯემალ არანიძეს მოსახლეობის სხვა პრეტენზიების მოსმენაც მოხდა. ვრცლად თინათინ ჭკუასელი მოგითხრობთ. ბათუმში სახოკიას ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესი დღეს ბათუმის მერმა დაათვალიერა. მოუწესრიგებელი მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემა აქ მცხოვრებლებს წლების განმავლობაში აწუხებდათ. ჩვენ ახლა ვიყოფებით სახოკიას ქუჩაზე, სადაც მიმდინარეობს საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგება. უნდა ითქვას, რომ აქ წლების განმავლობაში ეს იყო აქტუალური პრობლემა. ფაქტიურად სისტემა ჩართული იყო ღია სანიაღვრე აღთან, რაც ანტისანიტარიასთან ერთად ხვიდა სხვა დისკომფორტს, ამიტომაც ფაქტობრივად 220 მეტრ სიგრძეზე ხდება რამდენიმე ათეული ოჯახის ჩართვა, რაც უმოკლეს დროში მოუგვარებს აი ამ პრობლემას და დისკომფორტს. აქვე მოსახლეობას აქვს პრეტენზია სამომავლოდ ქუჩის მოწყობასთან დაკავშირებით, ასევე სანიაღვრე სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით და უნდა გითხრათ, რომ ეს პროექტი დაიწყება მხოლოდ მომავალ წელს. ქალაქის მერი დღესვე სახოკიას ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასაც შეხვდა. აქ მცხოვრებლები აღნიშნულ ქუჩაზე სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგებას, ქუჩის მოასფალტებას, სამარშრუტო ხაზის დანიშვნას და დასახლებაში მედპუნქტის გახსნას მოითხოვენ. მინდა პოლიკლინიკა რო რამე გაკეთდეს, რომ ბავშვებისთვის, პენსიონერებისთვის, იმისთვის, რომ თამარის დასახლებაზე სიარული ძალიან ძნელია. ყველას მანქანა არ ყავს. ბავშვი ავათაა და წაეყვანე რესეტკები და იმით ძალიან ძნელი. სამარშრუტო ტაქსი აქ არ დადეს, გოგოზე გადის, მაიაკოვსკზე მიდის და აქ ხალხს ტვირთები ხელით უწევს მოტანა. დოინჯემალი დაპირდა, რომ დილის საათებში, ან და იმ მოხერხებულ საათებში, როდესაც მათ საჭიროებათ სამარშრუტო ტაქსი დანიშნება. რაც შეეხება პოლიკლინიკას. პოლიკლინიკაზე ესეთი შეთანხმება შესდგა, რომ შესაძლებელია სულ მაგლე ხონე რაღაც სამედიცინო პუნქტი შეიქმნას, როდესაც ადამიანებს სასწრაფო დახმარებას გაუწევს ეს პუნქტი. საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები გორგილაძისა და უძელაშვილის ქუჩებზე უკვე განხორციელდა. მაიაკოვსკის ქუჩის 16 ნომერში კი საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემის მოწყობა 2 კვირაში დაიწყება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ინდმეწარმე დემურ ტარიელაძე ასრულებს. აღნიშნული ქუჩების საკანალიზაციო სისტემის მოსაწესრიგებლად 76,724 ლარია გათვალისწინებული.